იყოს არა მაშინ მოგვარდებოდა ეს რაღაცები გამგარდო თოვლიაში რომ ძალიან გვიკისრებდა ვერ წახვა უნდა მოიმარაგო და გქონდეს მაგალითად მინდა რომ გზები იყოს სოფელში ხშირად ამოვიდეთ და ვიყოთ და იყოს გზა ჩვენ ყვაყოშლები ვიქნებით თქვენს კომუნალური დახმარებით 4 დედმამიშვილია უნდა ვარ უნდა თბილისიდან სულ რაღაც 70 კილომეტრით დაშორებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის ხორხის ხეობაში მოსახლეობისთვის 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე მთავარ პრობლემას რთული და რისკების შემცველი საავტომობილო გზა წარმოადგენს. ადგილობრივების ინიციატივით 2021 წელს შეიქმნა ხორხის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც ორიენტირებულია ხეობის მკვიდრთა პრობლემების მოგვარებასა და ხეობის განვითარებაზე. როარ ამ ხალხის ინიციატივები და ენთუზიაზმი ეს ყველაფერი არ მუშაობს. მარტო ის ორგანიზაცია იქნება, ორგანიზაციის შექმნაც შეიძლება იყოს ერთჯერადი ინიციატივა და ჩაქრეს როგორც კი რაღაცა მორჩება, ხო? უნდა იყოს შენარჩუნებული ის მუხტი, რომ ყველას უნდა ქონდეს პასუხი, რა ხარ, მოდი შენ ეს ამბავი აიღე, 3 წელი ხარ ამ გამგეობაში შენ ამის წევრი ხარ, მოდი ეს ამბავი ატარე შენ რა. ეს მომენტია ალბათ ყველაზე მთავარი, ეს მუხტია, რომ ერთმანეთს ხარი მივცეთ და ჩვენი მეზობლებისთვის, ჩვენი ნაცნობებისთვის, ჩვენი ხეობელებისთვის, ჩვენი სოფლებისთვის რაღაცა ისეთი გავაკეთოთ, რომ ამან შეცვალოს როგორც თამაშის წესები. იმედი გააჩნდეს, იმიტომ ყველაზე მთავარი დღეს ალბათ უფრო არის ისო ხელჩექმნელები არიან ეს ადამიანები. თემის ერთობით შესაძლებელი გახდა, რომ ხეობა სრულადაა დაფარული ინტერნეტ კავშირით და უკვე ამოქმედდა მობილური კავშირგაბმულობაც, რომელიც აგრეთვე რთულ პრობლემას წარმოადგენდა. ხეობის მოსახლეობა თავად არის ჩართული როგორც საერთო საჭიროებებისთვის მძიმე შრომაში, აგრეთვე შესაძლებლობების ფარგლებში, ფინანსების მობილიზებასა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც საუკეთესო სათემო თვითმმართველობის მოდელად შეიძლება ჩაითვალოს. ფონდის ინიციატივითა და იაპონელი ხალხის დახმარებით შესაძლებელი გახდა ხეობაში მუდმივად მზადყოფნაში იყოს უნივერსალური ექსკავატორი. იაპონელი ხალხისა და მთავრობის საჩუქრის გადაცემის ოფიციალური ღონისძიებისთვის ხეობას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი ესტუბრა, რომელმაც მოსახლეობის ძალისხმევით ერთობით შექმნილი იაპონური ჭიშკარი, სამადლობელი დაფა და სკვერი მოინახულა. მაგახსენებთ ბუნებრივი კატასტროფების სამწუხარო ძალიან აქტიურია ამ ხეობაში და მძიმე ტექნიკის დახმარება არის სასწრაფო მნიშვნელოვანი, რომ ის ადგილზევე იყოს ტექნიკა და ადგილზევე მოაყოროს ლოკალურად ის პრობლემები. მართალია მმართველობის უფლებამოსილება არის ყველაფერი, მაგრამ 273 დასახლებას როცა ემსახურები და ფიზიკურად ორი ერთეული ტექნიკა გყავს, ძალიან დიდი მადლობა და მადლობა უჩას, იმიტომ რომ ისეთი აქტიურობა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის არსებობა დღეს ეს შესაძლებლობა ნამდვილად არ გვექნებოდა. დიდი პატივია ჩვენთვის თქვენი მობრძანება. დიდი მადლობა რომ ის დაუნახეთ. და მოსვისთვის ამ პატარა ხეობაში რომელიც 7 კილომეტრია გზა და ახლობით 5-6 მოქმედი სოფელსაც ხალხი დარჩა ჯერჯერობით. ეს დახმარება ჩავთვალოთ რომ გადაუდებელი ემერჯენსი სიტუაციებისთვის ინტუიტიული რეაგირების საშუალება და ჩავთვალოთ რომ რამდენიმე საათში გზა გახსნილი იქნება და სასწრაფო იგივე სხვა სერვისებთან საშუალებას მოგვცემს ეს ყველაფერი. საჩუქარი ვაგონში საშუალებას რომ იმედით შექმნილ სხვა რაღაცებიც მომავალსაც ნამდვილად ყოველ გადაჭერების გარეშე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და მადლობა მოგზაურებისთვის. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, უბრალოდ წარმოადგენელი იყოს აქ ჩვენს პატარა და ყველაზე ლამაზ ხეობაში. ნამდვილად. რამე მე რა პატარა, ასაბი როგორ ძალამაზია. დიდი მადლობა, მე ვარ ჰიდეკი იშიძუკა, იაპონიის ელჩი საქართველოში. დუგეს ძალიან სასწაულებია, დიდი მადლობა. I'm very happy to be here today to launch our project. ბედნიერი ვარ დღეს აქ ყოფნით და ჩვენი პროექტის დაწყებით, რომელიც ხორხის ხეობისთვის მძიმე ტექნიკის გადაცემას გულისხმობს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია სტიქიების პრევენციისა და ზიანზე პასუხისთვის. აქ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან საქართველო და იაპონია ისტორიულად მეგობარი ქვეყნებია და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს პოლიტიკას, განსაკუთრებით კატასტროფების პრევენციას.
პრევენციის. ჩვენთვის პატივია ჩავერთოთ კატასტროფების პრევენციის ძალის ხმევაში. ჩვენ ხშირად გვიწევს კატასტროფებთან გამკლავება და გვაქვს სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტა. დიდი პატივია, რომ შეგვიძლია იაპონელი ხალხის სახელით მსგავსი საჩუქარი გაგიკეთოთ. თქვენ ხორხის ხეობაში მცხოვრებლებს, დუშეთში მცხოვრებლებს, ეს ამ ხეობის ეკონომიკური განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლიერი ვარ, რომ ყველა ადგილობრივები, სამოქალაქო სექტორი და მერიის წარმომადგენლები, ამ პროექტთან დაკავშირებული ადამიანები ძალიან ხარდამჭერები იყვნენ. მინდა რომ მეგობრობა იაპონიასა და საქართველოს შორის სამუდამოდ გაგრძელდეს. I wish our friendship between Georgia and Japan may last forever. Thank you very much. დიდი მადლობა. გაგიმარჯოთ, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. სადისწავლა? მაგარია. ღონისძიებაზე მოსულთ ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ, რომელთა მომზადებაშიც ელჩმაც მიიღო მონაწილეობა. ძალიან კარგი. იაპონიის ელჩის თქმით, იაპონური ჭიშკრისა და სკვერის მონახულების მსურველებისთვის Google-ის რუკაზე მდებარეობის ნიშნულია დასატანი. So then we should definitely put such a landmark.